მოგესალმებით ეთერშია დასოტევი საინფორმაციო გამოშვება დღის მთავარ სიახლეებს მარია მელიავა გაგაცნობთ. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ყობახიძის გადაწყვეტილებით ირაკლი ხმალაძე საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან გათავისუფლდა. შესაბამისი ბრძანება ირაკლი ყობახიძემ 10 ნოემბერს გამოსცა. საქართველოს მთავრობის სტრუქტურის უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ საქართველოს კანონის 24 მუხლის 1 პუნქტის საფუძველზე გათავისუფლდეს ირაკლი ხმალაძე საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან 2025 წლის 10 ნოემბრიდან. აღნიშნულია დოკუმენტში. მუნიციპალიტეტებს სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის სახელმწიფო უწყებების მეშვეობით განხორციელების შესაძლებლობა 2031 წლის 1 იანვრამდე ექნებათ. აღნიშნულ პერიოდამდე იზრდება ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით განსაზღვრული კანონის მოქმედება, რომლის მიხედვითაც მუნიციპალიტეტის ინიციატივით და მთავრობის დავალებით შესაბამისი სახელმწიფო უწყება უფლებამოსილია მუნიციპალიტეტის მიერ საკუთარი უფლებამოსილების განხორციელებისთვის აუცილებელი ინფრასტრუქტურული პროექტები განახორციელოს. აღნიშნული მუხლის მოქმედების ვადად განსაზღვრულია 2026 წლის 1 იანვრამდე პერიოდი და ეს ვადა 2031 წლის 1 იანვრამდე იზრდება. როგორც მთავრობა განმარტავს, ვადის გაგრძელება ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში განსახორციელებელი სამუშაოების ხანგრძლივობას და ინტენსივობას უკავშირდება. ირაკლი ღარიბაშვილს მილიონების მოპარვას ედავებიან და გარეთ არის ხალხი კი გზის გადაკეტვის გამო ციხეში ზის. ეს არის მათი სამართალი. ალბათ გარეთ იმიტომ დატოვეს, რომ ფული კარგად მოაგროვოს, ციხიდან გაუჭირდებოდა. ამის შესახებ პრევენცია პროგრესისთვის დირექტორმა ტატო ქელბაქიანმა პალიტრა ნიუსის გადაცემაში დღის ნიუსრუმი განაცხადა, რითაც კორუფციული დანაშაულის ბრალდებით მიმდინარე დაკავებებზე ისაუბრა. მისივე თქმით, არანაირ კორუფციასთან ბრძოლა არ მიმდინარეობს და რასაც ვხედავთ პოპულისტური შეფუთვა. ეს ფაქტები ადასტურებს, რომ ამ დროის განმავლობაში ეს რეჟიმი იყო კორუმპირებული. ვინ არის პასუხისმგებელი, ეს არის შიდა გარჩევა. არანაირი კორუფციასთან ბრძოლა არ არის პოპულისტური შეფუთვა, რომ რაღაცას ვებრძვით, სინამდვილეში ეს ქონების გადანაწილებაა. განაცხადა ტატო ქელბაქიანმა. რა ინფორმაციაც გავრცელდა იყო გამაოგნებელი, შეიძლება ისევ გაუქმდეს სასამართლო პროცესებზე დარჩენილი კომუნიკაციის საშუალების, ტელეფონების შეტანა. ეს ჩვენ გვაბრუნებს იქ, სადაც ვიყავით 2012 წლამდე. ამის შესახებ მართლმსაჯულების სახლის დამფუძნებელმა იურისტმა ეკა ბესელიამ პალიტრა ნიუსის გადაცემაში 360 გრადუსი განაცხადა. ეკა ბესელიას განმარტებით სასამართლო კერძო კორპორაცია არაა, რომ ჩაიკეტოს და დაიმალოს, რადგან პროცესის საჯარაობა მის სანდოობასთან არის კავშირში. ტელეფონი დღეს არ არის მხოლოდ სასაუბრო საშუალება, არის ბევრი ინფორმაციის შემცველი და მათ შორის სამუშაო დატვირთვაც აქვს. მე მაგალითად ჩემი დროის დიდი ნაწილი ტელეფონით ვმუშაობ, აცხადებს ბესელია. შეკითხვაზე გამორიცხავთ თუ არა, რომ პროკურატურა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტით სალომე ზურაბიშვილითაც დაინტერესდეს, ეკა ბესელია აცხადებს, რომ მათ ამის სამართლებრივი საფუძველი არ აქვთ. ზურაბიშვილის სამართლებრივი დევნის საფუძველი არ აქვთ. თუ პირადი შურისძიება ამოძრავებთ და ამის გამო დაიწყებენ რაიმე მოქმედებას, ამას ძალიან ღიად და მკაფიოდ დაერქმევა სახელი, განაცხადა ეკა ბესელიამ. საქართველოს 2026 წლის ბიუჯეტის პროექტის კორექტირებულ ვერსიას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე 12 ნოემბერს განიხილავენ, რის შემდეგაც დოკუმენტი მთავრობას კორექტირებისთვის კიდევ ერთხელ დაუბრუნდება. როგორც უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ მედიასთან ბრიფინგზე განაცხადა, ქვეყნის ბიუჯეტი წინა წელთან შედარებით 3 მილიარდი ლარით არის გაზრდილი. უმრავლესობის სხდომაზე მთავარი განსახილველი თემა იყო ქვეყნის ბიუჯეტი, რომელიც 4 შაბათს შემოვა და უკვე სასესიო განხილვები დაიწყება. ბიუჯეტმა უკვე ყველა კომიტეტი გაიარა, იცით რომ წლიდან წლამდე რეკორდს ხსნის ჩვენი ეკონომიკური მაჩვენებელი. ბიუჯეტი წინა წელთან შედარებით 3 მილიარდით არის გაზრდილი, 35.5 მილიარდს შეადგენს. ძირითადი მიმართულებებია ჯანდაცვა, სოციალური მიმართულებები და ასე შემდეგ. განაცხადა კირცხალიამ. მისი თქმით, ბოლო წლების განმავლობაში ეკონომიკაზე შეტევა მიმდინარეობს, რადგან ეგრეთ წოდებული მეგობრები და შიდა აგენტურა ძალიან კარგად არის გარკვეული და კარგად აქვს შესწავლილი სცენარები სახელმძღვანელოებიდან. თუ რას უნდა დაარტყან, ფარულად თუ ღიად. ქართულ ოცნებას მიაჩნია, რომ მალე პოპულისტი მემარჯვენე ლიდერები ევროკავშირის მასშტაბით ძალაუფლებას მოიპოვებენ და შემდეგ საქართველოსთვის წითელ ხალიჩას გაშლიან. ამის შესახებ ეკონომისტის სტატიაში სახელწოდებით საქართველოს დემოკრატიის ბოლო ნაკვერჩხლებს აქრობს არის ნათქვამი. სტატიაში აღნიშნულია, რომ ოპოზიციური პარტიების აკრძალვა თითქმის გადაწყვეტილი საკითხია. სასამართლო სისტემა, მათ შორის საკონსტიტუციო სასამართლო ქართული ოცნების კონტროლის ქვეშ არის. სტატიის თანახმად დასავლეთთან უთანხმოებისა და დემოკრატიული მდგომარეობის გაუარესების ნიშნები უკვე არსებობდა. ინსულინის კრიზისმა დაახლოებით 1700 ბავშვი საფრთხის წინაშე დააყენა. ამის შესახებ პარტიის ფედერალისტების წევრმა ვახტანგ კალოიანმა განაცხადა, იგი შექმნილ ვითარებაზე პასუხისმგებლობას ჯანდაცვის სამინისტროს აკისრებს. ინსულინის კრიზისმა საფრთხის წინაშე დააყენა დაახლოებით 1700 ბავშვი, რომელიც დამოკიდებულია ინსულინის სხვადასხვა დოზაზე. ამის მიზეზი არის სამსახურების ტექნიკური გაუმართავობა. ჯანდაცვის სამინისტროს ეკისრება პასუხისმგებლობა, რომელმაც მთელი წლის განმავლობაში იცოდა ამ არსებული კრიზისის შესახებ და რეალურად ალტერნატიული გადაწყვეტილებების გზა არ მოუძებნია.
ამ ეტაპზე სწრაფი გამოსავალია იმ ბავშვების გადაყვანა მეორე მაღალი ხარისხის ინსულინზე, რომელიც საქართველოში არის, რაც მოგუცემს მეტ დროს ბავშვებისთვის, რომლებიც დამოკიდებული არიან ინსულინის დაბალ ბიჯზე. გაუხანგრძლივდეთ ის რაოდენობა, რომელიც მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, განაცხადა ვახტანგ კალოიანმა. ოპონენტები ჯერ ამბობდნენ, რომ ვიტყუებოდით და არაბული ინვესტიცია არ განხორციელდებოდა, ახლა ნარატივი შეცვალეს და ცდილობენ პროექტს ზიანი მიაყენონ. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახაკალაძემ განაცხადა, მისი თქმით აღნიშნულ პროექტში საქართველოს მთავრობის წილი 33%-ია მიღებული შემოსავლები პირდაპირ ბიუჯეტში წავა. აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით ჩვენს ოპონენტებს თავდაპირველად ჰქონდათ ასეთი ნარატივი, რომ ჩვენ ვიტყუებოდით და მსგავსი ინვესტიციის განხორციელებით არაბული კომპანია დაინტერესებული არ იყო. მას შემდეგ, რაც ოფიციალურად მოხდა ყველაფერი, არაბები ჩამოვიდნენ საქართველოში და პროექტის დაანონს და მათ ნარატივი შეცვალეს და მაქსიმალურად ცდილობენ ამ ინვესტიციას ზიანი მიაყენონ. აცხადებს კალაძე. ჟურნალისტის შეკითხვაზე თუ რატომ არ საჯაროვდება არაბულ კომპანიასთან დადებული ხელშეკრულება, კახაკალაძის თქმით დასამალი არაფერია. ეკონომიკის მინისტრი გამოვიდა და აბსოლუტურად ღიად და გამჭვირვალედ ისაუბრა ყველა დეტალზე. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ გიორგი სახოკია დაინიშნა. შესაბამისი ბრძანება პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 10 ნოემბერს გამოსცა. საქართველოს მთავრობის სტრუქტურის უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ საქართველოს კანონის 24 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე დაინიშნოს გიორგი სახოკია საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ. აღნიშნულია დოკუმენტში. ამასთან 10 ნოემბრით თარიღდება პრემიერ-მინისტრის კიდევ ერთი ბრძანება, რომლის მიხედვითაც ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან გიორგი ბუთხოზი გათავისუფლდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით წარსულში ნასამართლავი 1985 წელს დაბადებული რ დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით მას ბრალი ედება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა შენახვაში, ასევე უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობაში და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა მოყვანაში. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სამართალდამცველობის მიერ ასევე ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო მასალები. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260 კვარტა და 265 პრიმა მუხლებით მიმდინარეობს. დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების ახვათას ითვალისწინებს. აღნიშნულია ინფორმაციაში. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამი პირი 1985 წელს დაბადებული ნიკა ზაუტაშვილი, 1982 წელს დაბადებული გივი ზაუტაშვილი და 1981 წელს დაბადებული ლევან გელაძე ძალადობის ბრალდებით დააკავეს. უწყების ინფორმაციით გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 8 ნოემბერს ყვარელში ყოფით საკითხზე დაწყებული კონფლიქტისას ნიკა ზაუტაშვილი, მისი ძმა გივი ზაუტაშვილი და ლევან გელაძე ერთმანეთს ჯერ სიტყვიერად, შემდგომ კი ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. ამავე დაპირისპირებისას ნიკა ზაუტაშვილმა ლევან გელაძეს ბლაგვისაგნის გამოყენებით სახის არეში დაზიანება მიაყენა. პოლიციამ სამივე მათგანი ბრალდებული სახით დააკავა. ძალადობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126 მუხლით მიმდინარეობს. აღნიშნულია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. თბილისის მთავარი ნაძვის ხე წელს პირველი რესპუბლიკის მოედანზე გათავსდება. ამის შესახებ ინფორმაცია ინტერპრეს ნიუს დედაქალაქის მერიაში დაუდასტურეს. საახალწლო ილუმინაციებს გასული წლების მსგავსად წელსაც დეკემბრის პირველ ნახევარში აანთებენ. 2026 წლის შობა ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით თბილისის მერიამ 8,280,000 ლარის გამარტივებული შესყიდვა გამოაცხადა. სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად მერია 2025 წლის 12 დეკემბრიდან 2026 წლის 14 იანვრის ჩათვლით საახალწლო ქალაქის მოწყობას მრავალფეროვანი გასართობი და სანახაობრივი ღონისძიებების გამართვას გეგმავს. ახლა კი გაგაცნობთ უცხოეთის სიახლეებს. ირანს შეერთებულ შტატებთან მშვიდობიანი ბირთვული შეთანხმების მიღწევა სურს, თუმცა საკუთარი ეროვნული უსაფრთხოებისთვის ზიანის მიყენებას არ აპირებს. როიტერსის ინფორმაციით ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ განაცხადა, თეირანი არ ცდილობს ბირთვული ბომბების შექმნას და მზადაა ამაში მსოფლიო დაარწმუნოს. ჩვენ ძალიან ვამაყობთ ჩვენი ადგილობრივი ბირთვული პროგრამით, აცხადებს მინისტრის მოადგილე. მისი თქმით, ვაშინგტონი თეირანს ბირთვულ მოლაპარაკებებთან დაკავშირებით წინააღმდეგობრივ გზავნილებს მესამე ქვეყნების მეშვეობით უგზავნის. ევროკომისია ურსულა ფონ დერ ლაიენის ხელმძღვანელობით ახალი სადაზვერვო ორგანოს შექმნის გეგმას განიხილავს. ინფორმაციას ბრიტანული გამოცემა წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. გამოცემის ინფორმაციით ახალი სადაზვერვო ორგანო ევროკომისიის გენერალური სამდივნოს ფარგლებში იმუშავებს და მისი მიზანი ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების სადაზვერვო სამსახურების მიერ შეგროვებული ინფორმაციის უკეთ გამოყენება იქნება. წევრი სახელმწიფოების სადაზვერვო სამსახურებს ბევრი ინფორმაცია აქვთ, ისევე როგორც კომისიას. უკეთესი გზა გვჭირდება, რათა ეს ყველაფერი გავაერთიანოთ და უფრო ეფექტურები ვიყოთ. სადაზვერვო საქმიანობის რაღაც უნდა გასწერათ, რაიმე მიიღო, განუცხადა გამოცემას ერთ-ერთმა ოფიციალურმა პირმა.
ფილიპინებში სუპერ ტაიფუნ ფუნგ ვონგის შედეგად სულ მცირე 18 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. ფუნგ ვონგმა, რომელსაც ადგილობრივები ულვანის სახელით მოიხსენებდნენ, წყალდიდობები და მეწყერი გამოიწვია. სტიქიის შედეგად რამდენიმე პროვინციაში ელექტროენერგიის მიწოდება გაითიშა. ფილიპინებში მანამ სანამ ტაიფუნი დაატყდებოდათ თავს, ხელისუფლებამ მილიონზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განახორციელა. ამჟამად ის ტაივანისკენ მიემართება, სადაც 3000-ზე მეტი ადამიანია ევაკუირებული. ფუნგ ვონგი მეორე ტაიფუნია, რომელიც ფილიპინებს ბოლო დღეების განმავლობაში დაატყდა თავს. გასულ კვირას არქიპელაგის ცენტრალურ კუნძულებს ტაიფუნმა ტინომ გადაუარა, რომელმაც ბოლო მონაცემებით 222 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. JD Vance და მარკო რუბიო თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდნენ. ინფორმაციას ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს. აშშ-ის დელეგაციამ ხაზი გაუსვა პრეზიდენტ ტრამპის მოწოდებას, რომ უკრაინაში ომის დასრულების ხელშეწყობის მიზნით ნატოს მოკავშირეებმა რუსული ენერგორესურსების შეძენას შეწყვიტონ. ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში. ასევე შტატების ვიცე-პრეზიდენტმა JD Vance-მა, შტატების სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაკან ფიდანმა ისრაელელი მძევლების დაბრუნებისა და ღაზაში ხანგრძლივი ცეცხლის შეწყვეტის მიღწევის მცდელობების მიმართ თავიანთი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურეს. ასეთი იყო მიმდინარე სიახლეები მომავალ შეხვედრამდე.